Რამოდენიმე დღის წინ სოფლიო ფეხბურთში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რადგანაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა ლივერპულისა და პორტუგალის ეროვნული ნაკრების შემტევი დიეგო ჟოტა, ასევე მისი ძმა ანდრეს სილვა. მეგობრებო, ეს არ არის რაღაც რიგითი სამწუხარო და ტრაგიკული ამბავი, ამას აქვს ძალიან სევდიანი ისტორია უკან, რადგანაც რამოდენიმე კვირის წინ იქორწინა თავის ბავშვობის სიყვარულთან დიეგომ და ეს უფრო მეტად სევდიანად აღიქვა მსოფლიოს, რადგანაც დღეს მთელი მსოფლიოს კლუბები, მთელი მსოფლიოს ნაკრებები ყველანი გაერთიანებული არიან ამ უზარმაზარი ტრაგედიის გარშემო, ასე რომ გადავწყვიტე, რომ ვიდეო კადრებიც განახოთ კომპიუტერული სიმულაციით, რომელიც აღადგინეს დიეგო ჟოტაზე, თუ როგორ ტრაექტორით გადაადგილდებოდა და რა მოხდა კონკრეტულად მაგ დღეს, რომელსაც განახებთ პირველად, ვისაც ნანახი არ გაქვთ. და ასევე მინდა რომ აი ძალიან მარტივად ცხოვრებისეული ვიდეო ჩავწერო, მიუძღვნა ეს ვიდეო ჟოტას ხსოვნას და თან რაღაც ძალიან ესე თქვა ცოტა სევდიანი რაღაცები უნდა გაგემხილო თუ რა არის ზოგადად ცხოვრება, როგორ შეიძლება ის უკანასკნელი იყოს ნებისმიერ წამს, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს ეს ვიდეო. ეს არის ძალიან სამწუხარო ის არის მეგობრებო, რომ მაისში მოიგო პრემიერ ლიგა, მერე მოიგო ერთა ლიგა პორტუგალიის და ეს ძალიან სევდიანი მომენტია, რომ როდესაც რონალდო 11 მეტრიანს გააფუჭებს, ხოლო ჟოტა მიდის მასთან და ის ამქნევებს, ეს ძალიან სევდიანი კადრები არის და აგერ ძმაო, რამოდენიმე ხანში იქორწინა თავისი ბავშვობის სიყვარულთან, აგერ განახებთ, აგერ თავისი ბავშვობის სიყვარულთან იქორწინა, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. ძალიან სამწუხაროა მართლა ესეთი ამბები თან მით უმეტეს, რომელიც დაკავშირებულია ესეთ რომანტიულ მომენტებს უფრო ამძიმებს ზოგადად მდგომარეობას და სხვათა შორის ლივერპულმა გამოაქვეყნა რამოდენიმე საათით ადრე, სანამ ვიდეოს ჩავწერდი, რომ 2028 წლის ბოლომდე, რამდენადაც მე მახსოვს, ჟოტას ხელფასს არ შეუწყვეტავს, რაც წლიურად გამოდის 10 მილიონი გირვანკა სტერლინგი და გადაუხდის მის ცოლს და ასევე მის სამ შვილს სწავლას დაუფინანსებს ბოლომდე. ეს არის ლივერპული და ბრავო, როგორც მანჩესტერ სიტის ფანი, უდიდესი პატივისცემა, ხელები ამიწევია, უდიდესი პატივისცემა და აი ეს არის მართლა გვერდში დგომა და ესავე ძალიან საინტერესო კადრები იყო ის, რომ Merseyside Blue ევერტონის ფანებიც იყვნენ ამ იმაზე, რა ქვია, Firewalls-ზე მისულები და ნუ აი ხო გეუბნებით, სოფლიო გაერთიან ამ ტრაგედიამ, რადგანაც მართლა შესანიშნავი ფეხბურთელი, შესანიშნავი ადამიანი და ასევე შესანიშნავი ქმარი, სამწუხაროდ არ დასალდა ეს ყველაფერი და განახებთ ხა იმ კადრებს. ძალიან სამწუხაროა, ძალიან. აი ესეთია ცხოვრება, მეგობრებო, არ ვიცით რა გველოდება, თითოეული წამი შეიძლება უკანასკნელი იყოს ჩვენთვის. ხო გეუბნებით, ამიტომ უნდა დავაფასოთ თითოეული წამი ჩვენი არსებობა და მაქსიმალურად გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სამყარო და მსოფლიო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. მე ამის მიჩერა და ამის წამს. არავინ არ ვიცით, როდის მოვა სიკვდილი ჩვენ ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად სად უნდა ვიყოთ. ბრავო და ნუ აი რა თქმა უნდა ფაბრიციო რომანომ და თელმა ეს იმათმა რა ქვია გამოაქვეყნეს, ეს Firewall-ის ისენი მხარდამჭერი პოსტები და და რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე მომენტი ის არის, რომ ნუ აი ეს ბავშვები და ცოლის ამბავი იყო ყველაზე გარდამტეხი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ეს მდგომარეობა რა. ნუ აი ამ კადრებზე გუშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან, სადაც რუბენ ნევეში და ჟოუ კანსელო იყვნენ ალ-ჰილალში, რამდენადაც მე მახსოვს. და ესენი იყვნენ ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო რუბენ ნევეშის ჟოტა. ბავშვობის საუკეთესო მეგობარი. და ნუ ერთად მოიგეს აგერ თანაგუნდელები და ეხა ხედავს და ემოციებს თქვენ თვითონაც ხედავთ რა. წარმოიდგინე ფეხბურთი გაქვს სათამაშო და შენი უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა რამოდენიმე დღის წინ. კანსელოს თვალებზე ცრემლები მე არ მინახია ჯერ აქამ. კანსელო ლივერპულში თამაშობდა, ლივერპულში კი არ სიტიში თამაშობდა სხვათა შორის. ეს სიმღერა რომელიც მიუძღვნეს ჟოტას, ეხა გამოდენიმე საათის წინ გავრცელდა ესაც.
არა, მართლა ძალიან იჭიერი ფეხბურთელი იყო, ძალიან იჭიერი ფეხბურთელი იყო. მე ჟოტა მევასებოდა, ვოლვერჰემპტონში რო იყო თუ გახსოვთ. გლებში როდესაც თამაშობდა, მაქედან მევასებოდა, მე ლივერპულმა იყიდა მას და მოიგო ყველაფერი. აბსოლუტურად რისი მოგებას შეიძლება და ძალიან იჭიერი იყო, მართლა ძალიან საინტერესო ტექნიკა ჰქონდა. ძალიან სახიფათო იყო ყოველთვის მეტოქე გუნდისთვის და 28 წლის ასაკში ხალხნო, ანუ ერთ ასაკში ვართ, მე და ჟოტა ვართ წარმოგიდგენ ერთ ასაკში. აი ესეთი რაღაც რო ხდება, საშინელება არის რა. ჯერ ამდენი რამე ქონდა კიდევ წინ. და ეხა იმაზე წერდნენ, რა ქვია, რომ კრისტიანო მომს სოფლიო ჩემპიონატი ჟოტას სახელზე, მამამისის სახელზე, მისი გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე, ანუ ბევრი მიზეზი დაუგროვდა, რომ 2026-ში სიუმ მოიგო სოფლიო ჩემპიონატი და მიუძღვნას ყველა იმ დანაკარგს, რაც აქამდე მის ცხოვრებაში მომხდარა. პირველი იყო საერთაშორისო რონალდო ჩავიდა პორტუგალიაში, დაბრუნდა იმაში, რა ქვია, სამძიმარზე, ეს კადრებიც გავრცელდა, უბრალოდ ეხა არ გამომიქვეყნებია, რონალდომ პოსტის დაწერა ეგრევე და აი განახებთ ის ძალიან სევდიანი კადრებია. He's a rock from Portugal, better than Figo, don't you know? Oh, his name is Diogo. Rip. აი ეს კადრები იყო, ეხა ერთა ის რო იყო ლიგა რო იყო, მაგის ფინალი იყო ეს არ მახსოვს თქო. რონალდომ 11 მეტრიანი გააფუჭა რა და მარტო შოტა მიდის. ნახე, დააკვირდით რა. ძალიან ემოციური კადრებია. ხო, გააფუჭა აქ ერთა. რონალდოსთვის ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი რა, ყოველთვის რა და ნახე შოტა მიდის რა. ხოლოთ აი არ ვიცი ხელები ამიწევია მართლა რა ძალიან სამწუხაროა ძალიან ნუ რამხელა და სხვათა შორის იმას წერდნენ რომ რა მოხდებოდა ლივერპული რო გასულიყო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იქნება შოტა ცოცხალი ყოფილიყო რა ამიტომ This is the trend. აი ხა ეს არის კადრები, მეგობრებო, კომპიუტერის სიმულაციით აღადგინეს ის იყო რა ქვია, Lamborghini Urus ჰურიკანი, აქ ჰურიკანია მე მგონი გამოყენებული. და არ ვიცი, კომენტარებში დაწერეთ Urus-ით და იმიტომ რა თუ ეგ ვერ გავარკვიეთ, ამ მწვანე ფერის იყო, არ ვიცი, ვერ გავარკვიე ეს და დაწერეთ კომენტარებში თუ იცით, აი ეს სიმულაცია როგორ ეჯახება. While Jota was on vacation in Spain. ანუ იმით ესპანეთში ვიყოფებოდა დასასვენებლად. ხო, Lamborghini Urus-ი, ამას ვარ Lamborghini Urus-ი ხო არ არის კაცო ეს. Urus with his younger brother. Up ahead of them was a slow. ანუ როდესაც გადასწრება ცდილობდა driver and Jota decided to pass it. და საბურავი გაძრა მარჯვენა იქიდან, რა ქვია. აი გაძრა და გადავარდა გზიდან. Lamborghini spun off the road and crashed into a ditch. A few minutes later, the car even got. და რამოდენიმე წუთში ცეცხლი გაუჩნდა მანქანას და ყველაფერი ადგილზე დაიწყო რა. ეს და მისი ძმა ანდრესილო. On fire. Witnesses say the flames spread quickly and there was nothing they could do. You see. What makes this even worse is that just a few days ago, Jota had married his wife. What was meant to be the beginning of a beautiful future ended in tragedy. If you didn't know, Jota signed for Liverpool back in 2020 for almost 50 million euros and he had just helped them win the Premier League title this year. And with Portugal, he lifted the Nations League trophy, captained by Cristiano Ronaldo. Many people have already expressed their gratitude and heartbreak for the player, but it's just a sad day for football and for the parents who lost two of their sons in a single night. ორივე ფეხბურთელი უშუალოდ ძალიან წარმატებული იყო მისი ძმა პორტუგალიაში თამაშობდა მეორე დივიზიონში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ტრაგედია და არ ვიცი, სიტყვები ზედმეტია რა. აი ეს არის მომენტი, როდესაც სიტყვები არის ზედმეტი და ძალიან დიდი უბრალოდ. აი ესეთი იყო მეგობრებო, ესეთი ხანმოკლე განვლილი ცხოვრება, წარმატებები. თითქმის ყველაფერი მოიგო პრემიერ ლიგა, მოიგო 1000, მოიგო საკუთარი საყვარელი ადამიანის გული, იქორწინა ყველაფერი და ესე ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი და თითქოს ამ ყველაფერს ელოდებოდა და ძალიან ბევრი ინსტალაცია და ისინი დაიდო, როგორ ხდებოდნენ გერტ მიულერი, ბეკენბაუერი, პელე, მარატონა. და უბრალოდ ერთადერთი პოზიტივი ამაში ის არის, რომ სოფლიო თურმე შეუძლია სოფლიოს დაგაფასოს, სოფლიოს შეუძლია ეს შეიხიდოს ერთმანეთს, ეს არანორმალურად დიდი კონსოლიდაცია გამოხატეს ფეხბურთის გუნდება ერთმანეთთან, ფეხბურთელებმა
გაერთიანეს მეტოქე გუნდები, მტრები, რაივალები, ბევრი რაღაცა მეგობრებო, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მთლად არ გადაწყვეტილა ჩვენი უბედურება სამყაროში, მთლად არ გავრობოტებულ ვართ, მთლად არ დავცლილვათ ემპათიისგან, ჯერ კიდევ რაღაც ადამიანური ჩვენში არის. ესეთია მეგობრებო, ხანმოკლეა ცხოვრება, არავინ არ ვიცით რა დაგვემართება, ამიტომ თითოეული წამი უნდა დავაფასოთ, თითოეული წუთით უნდა დავტკბეთ და უნდა შევეცადოთ, რომ სამყარო უფრო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. ეს არის ჩვენი როგორც ადამიანის ვალი ამ ცხოვრებაში, რისი გჯერა, რისი გწამს, ეს ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი ხდება, რადგანაც ერთ რამეზე ალბათ ყველა მორწმუნე, ყველა რელიგიური ადამიანი, ანუ ყველა კაცობრიობა ვთანხმდებით იმაზე, რომ სიკეთე გადამდებია და მისი ლეგასი არის ძალიან დიდი. ამიტომ უნდა დავაფასოთ ერთმანეთის არწეობა, უნდა დავაფასოთ თითოეული წამი, კარიერა, ცხოვრება, ადამიანები, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ყველაფერი იყოს უკანასკნელი. ამიტომ rest in peace დიეგო შოტა. ეს ვიდეო ეძღვნებოდა მას. ამ ყველაფერს მე ვერ გავაკეთებდი ისე, რომ სხვაზე ვაპირებდი, რა თქმა უნდა, რუსეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, რასაც გადავიღებ მე. ხო, ვიზიარებთ ამ ტრაგედიას ჩემი გამომწერების სახელით. დროებით მეგობრებო.